გამარჯობა ტრადიციული მაყურებლებო. მოგესალმებით. ბედნიერია რომ კვლავ შევხვდით ერთმანეთს. ამჟამად ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლავთ ქალბატონი მარინე ჯალიაშვილი, რომელიც დაიბადა სიღნაღის რაიონის სოფელ ბოდბისხევში. იქვე დაამთავრა საშუალო სკოლა. შემდეგ სწავლა გააგრძელა თელავის იაკოვ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში. დაამთავრა ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1995 წლიდან კი ქალბატონი მარინე გახდა ქალაქ გორის რძალი, გამოთხოვდა გორში, შექმნა ბრწყინვალე ოჯახი, ჰყავს მეუღლე, 2 ქალიშვილი. მიუხედავად თავის ახალგაზრდობის, მარინე ჯალიაშვილი უკვე ბევრ ადგილზე მუშაობდა, ბევრგან გამოიჩინა თავი როგორც აქტიურმა ადამიანმა. ბოლო 10 წელი კი ხელმძღვანელობს საქართველოს მწერალთა კავშირის შიდა ქართლის რეგიონალურ განყოფილებაში არსებულ გამომცემლობას, რომელსაც ჰქვია ქართლი. ამ 10 წლის განმავლობაში ქალბატონო მარინეს ხელმძღვანელობით გამომცემლობა ქართლმა გამოსცა 100-მდე წიგნი. მოთხრობები, რომანები, ნოველები, ლექსები და სხვა ლიტერატურული ნაწარმოებები. ქალბატონი მარინა გახლავთ საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი, საქართველოს მწერალთა კავშირის გორის შიდა ქართლის რეგიონალური განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე. ამჟამად რამდენადაც მე ვიცი, ქალბატონი მარინე ემზადება პედაგოგიური მოღვაწეობისთვის და გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში წაიკითხავს ლექციათა კურსს სპეციალობით გამომცემლობა. ისე რომ ჩვენ მომავალში მარინას ხელმძღვანელობით გავგრძელდება გამომცემლობის ასე ვთქვათ სპეციალისტები. ეხლა კი მე მინდა ქალბატონ მარინას გადავცე სიტყვა და დავესაუბრო რამდენიმე სიტყვით ვიცხარეთ ქალბატონო მარინა თქვენი გამომცემლობის შესახებ. მე ვიცი რომ 10 წელი გისრულდება საიუბილეო წელია და 20 სიტყვით თქვენი მოღვაწეობის შესახებ. წელს საიუბილეო თარიღია. თუ ამას შეიძლება იუბილეო უწოდოთ. 10 წელი მე ძალიან მეცოტავება. ის საქმე, რაც გავაკეთეთ, ეს მართლაც უმნიშვნელოა. უფრო მეტი გვაქვს ჩაფიქრებული, მაგრამ იცით რა, მე ვთვლი რომ 10 წელიწადში 100-მდე წიგნის გამოცემა ამ ცხოვრებაში, ამ გაჭირვებული ცხოვრების პირობებში ნამდვილად არ არის ცოტა. სხვათა შორის გამოცემული გვაქვს პატარა წიგნები, უფრო დიდი ფორმატიანი წიგნებიც, კრებულები, ჟურნალები, ფერადი ფოტოალბომები. უამრავი, რომლის ჩამოთვლაც ძალიან შორსა მიყვანს. მე მაქვს აქთან საიუბილეო წიგნი. ეს არის ნიკოლოზ ბარათაშვილის ერთტომეული გალაქტიონის რჩეული ლირიკა, ჯემალინჯიას 100 ლექსის სიყვარულზე. აი ეს წიგნები იყო, რომელიც პირველად აღმოჩნდა ჩვენი გამომცემლობის მაგიდას. მე ბედნიერი ვარ. ჯერ ერთი იმიტომ, რომ მართლაც ქიზიყელი ქალი ქართლში ასეთი გულქართლად და ძალიან ლამაზად მიმიღეს და ამისთვის მადლობა ყველას. მეორეც, რომ ვეხმარები ჩემ მეგობრებს. ეს წერლები ჩემი მეგობრები არიან. მე ვიდრე გავხდებოდი მწერალთა კავშირის წევრი, მანამდე აი ამ შენობაში ავიდგით ფეხი. ძალიან მადლობა მართლა ჯემალინჯიას, მის მეგობრებს. ჟურნალ ლიახში პირველი ჩემი მოთხრობები დაიბეჭდა. და აი აქედან ცოტა და აგერ ზოგჯერ მგონია რომ ეს მე არა ვარ. მიჭირს იცით როგორ ვახერხებ ამდენს ერთად. ალბათ მე მარტო არა ვარ და ამიტომ ჩემი მთელი ორგანიზაცია, მთელი ჩემი თანამშრომლები, მეგობრები მიდგანან გვერდში. თუ არა ისინი მართლა გამიჭირდებოდა. ქალბატონო მარინე, მაპატიეთ ჩავერთვებით შეგეძლოთ ცოტა ხნით და თქვენ 100 წიგნამდე რომ გამოეცა. დიახ. ბუნებრივია თქვენ ამ ხელნაწერებს როდესაც ავტორებს მოაქვს თქვენთან, კითხულობთ, ათვალიერებთ, ეცნობთ
აუცილებლად. მე მინდა რაკი ჩვენი რუბრიკა ზუსტად პოეზიას ეძღვნება. ყურადღება გავამახვილოთ იმ წიგნებზე და იმ ლექსებზე, რომელიც თქვენს მიერ არის გამოცემული და განსაკუთრებით კი იქნება ამ წლების განმავლობაში რა თქმა უნდა ნორმალურია რომ მოგეწონებოდა ბევრი ლექსი, ბევრი ავტორის ლექსი და იქნება ამაზე გადავტანოთ ყურადღება და რამდენიმე კარგი ლექსი, რომელიც მეხსიერებაში ჩაქჩათ და მოგეწონათ. წავიკითხოთ აყურებელს წავიკითხოთ ლექსი. სიამოვნებით წავიკითხავ, რადგან ლექსი ჩემი სიყვარულია, მე პოეზიიდან დავიწყე ჩემი ცხოვრება. მაგრამ ვიდრე 1-2 ლექსს წავიკითხავდი, არ შემიძლია, აქვე არ აღვნიშნო. მართალია რომ მცირეა, მაგრამ მე ვეცდები წარმოვადგინო 2-3 წიგნი, რომელიც ჩემი გამომცემლობის მერანია, მოკლედ რომ თქვა, ჩემი სიყვარულია, ჩემი შრომაა და მთელი ჩემი თანამშრომლების ღამის თევა, აი ეს წიგნები. ეს არის პირველი გორი ქართულ პოეზიაში, უნიკალური წიგნი. საქართველოს პოეტებს თუ კი ვინმეს რაიმე გორის შესახებ დაუწერია, სულ ამ კრებულშია მოთავსებული. სხვათა შორის ეს წიგნი დააფინანსა გურამ ნოზადენოს, ჯემალ ინჯიამ და ზაურაბ აკადემ შეადგინეს. და კიდევ აი ეს გორის ალბომი. ეხლა მე წარმოგიდგენთ ჩემს ერთ ავტორს, ვაჟა ქაცანაშვილი, რომლის ლექსები მე განსაკუთრებით მიყვარს და არ შემიძლია არ წავიკითხო. კვლავ შენ სიყვარულს დაველოდები. ოცნების აფრას მწუხრი ეცემა, ცა ვეღარ კხიბლავს სიანკარეთი. გადაიქროლეს ყრმობის მერცხლებმა, შემოდგომების მღვრიე კარეტით. სისინებს ქარი ფოთლების ენით, მზეს შემოემსხრა ოქროს ზოდები, სასო მიხდილი, გაბზარულს წმენით კვლავ შენ სიყვარულს დაველოდები. თორემ საცა, ყინვის აფთარი, ქარაშოტებით შეჰკრავს კამარებს, უკანასკნელი მოვა ზამთარი და თბილი მედებს დაასამარებს. ვაჟას სხვა წიგნიც აქვს მომზადებული და იმედია სულ მალე გამოსცემს. მოგიდგენთ ჯემალ ინჯიას წიგნს 100 ლექსი სიყვარულზე. ეს საიუბილეო წიგნია, 10 წლის წინ დაბეჭდილი. ერთისთვის, რადგან არ გავარ კაცს გამოუთქმელს და პირდაპირ თქმას ვეტრფი საოცრად, უკვე დრო არის თავს გამოუტყდე, ერთისთვის წერდნენ ვეფხისტყაოსანს. 3000 წელია დევნის დევებს ერთისთვის სულკალმახისძე. ერთისთვის კოჭლმა მთელი მსოფლიო ლამის ააგო წუნკალ მახვილზე. მხოლოდ ერთისთვის წიგნი იცემა, ადამიანურ სვეთი მცხოვრები, მწამს ერთს მიუძღვნა არსაკიძემაც მარჯვენაცა და სვეთი ცხოველიც. დიდი ხანია შევმოსეთ დაფნით, სამშობლოს ფასის ნამდვილი მცოდნე, მანაც ერთისთვის წაისვა თაფლი და ტყვედ ჩადარდა მონღოლებს ცოტნე. თუკი არაფერს არ ქმნიდა ნანով, ვერაერთები ძალუმჩი აღდნათ, შექსპირს ერთისთვის თარგმნიდა ვანო და იმ ერთისთვის გაუჩინარდა. აგერ დამცველი მავთული მოხსნეს, ჯამბაზი მისდევს შიშველს ადენებს და იმ ერთისთვის გადარგვის თოკზე კულისებიდან თვალს რომ ადევნებს. უცოლო ყრუცკი ერთის ქმარია, იმ ერთს მიართვეს მთვარის სონატას, ერთს უმღეროდა ხოზე მარია და ჰერედია თავის სონეტებს, დონ ხოზემ ერთს ვერ შეუნდო მარცხი და ერთს გაექცა განჯაში ნიკო, ერთს მიჰყვებოდა საფლავში მარქსი, მაგრამ საფლავიც ერთისთვის იყო. სცენაზე უცებად ყდა ვულკანი, მაცნე ვნებათა მარადისობის. ეს ხომ ერთისთვის ცეკვავს დუნკანი, ფეხებში შველი, თხელი ბისონით. ნულს რომ უწოდებს თავს ფუტურისტი, ბაღდათის მზით რომ არის ნაკოცნი, უეჭველია. ერთის გულისთვის დააწვა სასხლეც მაიაკოვსკი. მესამე ზარი იწყებს სულთან ომს, მზერა გიხდება რაღაც სპეტაკი და იმ ერთს ეძებ, ვისაც გსურდა რომ მოსწონებოდა შენი სპექტაკლი, მეც ვთამაშობდი ფეხბურთს თუ ჭადრაკს, თუ სიყვარულზე სტრიქონებს ვწერდი, მინდოდა რომ იმ ერთს მოეცა ჩათოლა, გახარებული მყოლოდა ერთი, როგორც
აკვანს და ყუბოს ბედის თლის ადამიანთა გამყოფ გისოსებს როცა მოვკვდები ალბათ ერთისთვის დანარჩენისთვის ლექსში ვიცოცხლებ Salvador Marina. Ამდენი ასეთი ლექსი მოყარული გზანდები 10 წელიწადი ამსახურებით პოეზიას ასეთი ეცე და თქვენ თვითონ თუ საკუთრივ თუ ცდილობთ ლექსის დაწერას ან თუ გააქვს ლექსი დაგული? ბატონო ვახტანგ მე დავიწყე წერა ლექსებით, მაგრამ არასოდეს გამომიმჟღავნებია დღეს ჩემ ლექსს საზოგადოების წინაშე პირველად წავიკითხავ, იმიტომ რომ მე პროზაში მუშაობ, პროზაიკოსი ვარ და ერთადერთი თუ ლექსს ვწერ მხოლოდ ჩემი სიმღერებისთვის და ჩემი გულის გასახარებლად. ზოგჯერ უფალსაც არ სურს ღმერთობა, ზოგჯერ მეფესაც სკიპტრა არ უნდა. ზოგჯერ მგონია ცას გაკიდებულს ფეხთ დედამიწა გადამიბრუნდა. ქარი სივრცეში ბორიალობდა. ლამაზი იყო მაინც სერობა. გადამწვანებულ ტრიალ მინდორზე ცისფერი ფერი გადამეღობა. მუსიკა ქარში, ღიმილი, ვნება, მთვარის სონატის ნაზი ბგერები. მიჩუმებული მივყვები ლანცს და ყოველთვის იმ ლანცს მივეფერები. აღარ ისმოდა ბუნების გრგვინვა, უცხო სიმღერამ სივრცე გააპო, ღვინის შხეფებით მთვრალი სხეული, ვნება მისჯილი ცრემლმა დაალბო და სადღეგრძელოს ვამბობდი ვითომ, იქ კი ღმერთები გველოდნენ მაღლა, აკომპანიმენტს ერთვოდა ტაში და არ უგრძნია სივრცესაც დაღლა, უფრო ვიწამე სულის ღმერთობა. მე სხვა საუფლო, რისთვის მინდოდა და მაშინ მივხვდი, შენი ოცნება, ჩემს ოცნებაზეც გადავიდოდა. ძალიან კარგი. გვაქვს ერთი პატარა ლექსის დრო კიდევ. თუ რომელიმე წერის პოეტის ლექსი კიდევ მოგწონს და კიდევ წავკითხოთ, ზამთრობით მოგისმენთ. ერთიც მინდა ვთქვა, ლექსი და კარგის რადგან ასეა ისევ წავიკითხავ ჯემალის ერთ ლექსს 13 წელია მიყვარხარ ზოგია იმდენად ბრიყვი რომ დიდ გრძნობას არ იცნობს სანუყვარს ამ ხალხმა ვერასდროს იხალხა და მინდა მის ჯიბრზე ვიყვირო ვისაც სულ არავინ არ უყვარს 13 წელია მიყვარხარ ჩემს ირგვლივ ხალხი ბრბოდ ნაქცევი, უხეში ხარხარით ხარხარებს, ნეტა ყურს ვინ უგდებს იმ ხარხარს, მე არც თავს უშველი გაქცევით, აქ მოვკვდე, არ მინდა სხვა მხარეს, 13 წელია მიყვარხარ. ჟამიას თულობისა, მზე ისე ვერაჭერს ჩვეო და როგორაც, და რადგან არ გავარ ბრიყვ ახვარს მსურს რომ ამ დაფერფლის ზეიმზე გითხრავით თავნება გოგონას 13 წელია მიყვარხარ. ხან ტყეში, ხან მხოლოდ ოცნებით, დავეძებ შენს ლამაზ სახელზე, ნაწვიმარ ახოში ნიყვ არყას, ყვირილზე ფრთხებიან ფრთოსნები, მე ვყვირი, რაზეც შენ მაქეზებ, 13 წელია მიყვარხარ, რას ვაქნებ გზაბილიქს, უნაროდ, ცხოვრება მწყურია, უპროზო, ჯიუტ თმას, სხვა ქარი მიყალყას, ქალობის ნიჭოდა, უნარო, უფალო, მე უფევ, უფროსო, 13 წელია მიყვარხარ. მე ძალიან მიყვარს პოეზია. ოცნებდელი მაყურებლებო. სხვანაირად არ შემიძლია სიცოცხლე. სამწუხაროდ დრო ამოიწურა ჩვენ პაციონტელი მაყურებლებო. ნება მომეცით მადლობა მოუხადო ქალბატონ მარინა ჯალიაშვილს. ჩემი სახელით და თქვენი სახელით. გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.